ამნარი ანგელოს რომ მიწაში აი საქვაზე უყურებდა ხატოს ამაზე მეტი შიში რა არაფერი ხო გიორგი იყო 17 წლის ვიყავი საზღვარგარეთ 10 დღის წასული ემიგრაციაში კი 20-ში ბოლოზარი ქონდა და მეორე თვის 11-ში ეს მოხდა საღამოს მოვიდა სახლში ჩვეულებრივად მანდ ჩემმა გოგო მილაპარაკეს მეორე დღის გეგმები დაარღვეს რა უნდა ეკნათ დაიძინეს დილით მერე ჩემაში გოგო ადრე ადგა რომ გამოვიდა როცა იფიქრა რომ გავაგვიძებოდა ეფერებოდა ეცივა სხეული ყურადღება არ მიაქცია და ხელი რო დაადო უკვე ცივი იყო და დედა ჩემი იყო მეორე სართულზე დაუძახა და რომ მივიდა უკვე აღარ იყო გაუკეთეს მე ექსპერტიზა და ექსპერტიზის პასუხი მოვიდა რომ მოწია ალფა-ვეპე და ასე არის უამრავი კატასტროფული მდგომარეობა ფაქტიურად დღეში ალბათ მინიმუმ 5 ახალგაზრდა მიდის აი მინიმალური ჩაქვის პოლიციაზე მაქვს ზოგადად ხედველობა. დაკითხვაზე რომ მივედი, ჩემს შვილს შეყვარებულს ჰქონდა ძალიან ბევრი SMS-ები, ახლა ანუ უფრო იმასთან უფრო კონტაქტური იყო და რომ შევიდა ეს ჩემი შვილის შეყვარებული, პირველი რაც უთხრა პოლიციამ, გამომძიებელმა, კიდე კაი რომ დაიღუპაო. თორემ ნარკომანთანო ცხოვრება დაგენგრეოდაო. პასუხი ეს გასა, ის კი არა რომ ეს საიდან ხდება და რატომ ხდება ამდენი ახალგაზრდობა დღეს რომ გვეღუპება. და მე მივიდა და მამის ტოლა კაცმა შვილს მესიჯობა და შვილის ტოლა იმას გოგოს მესიჯობა დაუწყო რომ თუ რამე აქ ვარ შენს გვერდით ვარ ის კი არა რომ მე რატომ ხდება დღეს თუ ესა ხვალში არავინ არ ვარ დასხეული ხომ პოლიცია იმის ყავს ქვეყანაში რომ კონდეს იმედი არ მოხდეს მსგავსი სიტუაცია თუ მოხდება იყოს გარკვეული მსგავსი აღარ დაიშვა არა კატასტროფულ ქვეყანაში ვცხოვრობ დღეში როცა ამდენი ბავშვი ყდება ბავშვი ზრდასრულზე აღარ მაქვს ლაპარაკი ბავშვი აი უამრავი დედა მყავს ჩემნაირი ვისაც ჩემნაირი მდგომარეობა აქვს ზუსტად ჩემნაირი და ზუსტად მასე არასრულწლოვანი სრულწლოვანი რომ იმას კიდე აღარ ვამბობ იმიტომ რომ ადამიანი ახლა 25 წლის რომ არის მას უკვე შემდგარი აზროვნება აქვს და ისე ვეღარ დაიყოლიებს როგორც თავშოთ 15 16 17 წლის ბავშვს ძალიან ბევრი დედა მყავს ვიც ჩემნაირად მსგავსად არის გამწარებული ბევრს დასჭირდა სამამტყოფო კლინიკები კურნალობა ძალიან ბევრი რაღაცა, მაგრამ ვერაფერს ვერ გახდენ. ჩვეულებრივად ვიჯექით აქ, მაშინ ვაკეთებდი სასაფლაოს. მოვიდნენ ახალგაზრდა ბიჭები მანქნით, ჯერ ეძებეს აი აქ წინ ნიგოზის ხედგას და ეძებეს მაგ გადაკეკეს, ხელებით გადაკეკეს და ვერ ნახეს. მე იმდენად ჩართული ვიყავ რომ ვერ მივაქციე ყურადღება, ჩამოვიდნენ დაიბანეს ხელები და მე ჩემარძალმა მითხრა რომ ნამდვილად წამას ეძებდენო. და უკვე წავიდნენ რა, მე ვერ შევა. რამოდენიმე წუთში ისე მოვიდნენ უკან. ზუსტად აი ამის წინ, აი აგერ ხერო, აი წინ. მაგე ტრაფარეტის წინ. მოვიდნენ, იქნებოდნენ დაახლოებით 40 წლის ბიჭები და ჩვეულებრივად აშკარად ჩვენ აქ ვსივართ, ისინი ეძებენ წამალს. დაუძახე მეთქი რას აკეთებ თქო რა, ძალიან გავლანძღ, აი ვინც ჩემს შვილს მისცა, თვითონ მომხმარებელია. ვინც ჩემს შვილს მოაწევინა. რა გაკეთა ახლა, მიაწოდა ჩემს შვილს მოაწევინა, დამღუპა, დამინგრია ცხოვრება, გაუკეთეს ექსპერტიზა, წაიღეს დადეს თაროზე, ერთი წელი ხდება ახლა არანაირი გამოძიება. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული და შეცდომა ალბათ, რომ არ ლაპარაკობენ. ხომ დამემართა დღეს მე მაგალითად, ხომ შეიძლება ერთობლივად რომ აი ერთის ტკივილი ყველას ტკივილი იყოს. არ ხდება მასე. და რატომღაც ეს დედებს სხვენიათ. და საერთოდ არა ეს სასერცხვილო პირიქით ეს დღეს თუ ჩვენი შვილებია ხვალ შეიძლება სხვა იყოს ერთადერთი ლიზი რომ მე უკან ყავს კიდე შვილი რომ აი იმას არაფერს იმას დღეს არ ვაცოცხლებდი მე გადავარებდი ბენზინს დავწოვდი და მორჩ დამთავრდა ვიჯდებოდი ციხეში დამთავრდა არაფერი რა აქ სიცოცხლე ზაცია ხაწე რაღაცას აკეთებ რომ ეს სიამოვნებოდა ეს ქნა ის ქნა და რა არაფერი როცა ამ დროს რამხელა იმედები და რამხელა გეგმები გქონდა ცხოვრებაზე და მომავალზე წამში ერთმა არასწორმა ადამიანმა შეიძლება ყველაფერი დაგინგრიოს და მიწასთან დაგიფერფლოს. ესა ჩვენი ქვეყანა. და ამ დროს კიდე ისაა სასწაული რომ ამ დროს პასუხი არ ეთხოვებათ. ჩვეულებრივად ლამაზად აგრძელებენ ცხოვრებას. ერთ 5 წელიწადში ხომ წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობა იქნება საქართველოში? აი საშინელება იქნება. თუ დარჩა ახალგაზრდობა კიდე ესეც მოსაკითხია. ამნაირი ბავშვებით აი ამოღებული თანხით თვითონ ჯიბებს ისქელები რასა გამოდის და უკან რომ მსგავსი ადამიანი გიმაგრებს სურს ან პოლიცია ან თავრობის პირი ან ვიღაცა ფაქტობრივად ძირითადად ხდება მაგით რომ დაიძინა და ვერ გაიხვიწყა სხვანაირი შემთხვევა არ გამიგია ამდენ მშობელს წერ ჩემნაირს და არ გამიგია ეთქვა რომ დაუშვათ ან სადმე იყო წასული ან ეღვიძა და უცებ წაიქცა და არა ყველა იყო მძინარე ვისაც მსგავსი დაემართა ყველა იყო მძინარე და მძინარეს გაუჩერდა გული